კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა წარმოგიდგენთ. ეს არის CST. შემდეგი თავი, მეორე თავი გახლავთ Excel 2013-ის chapter 2 Entering and Editing Worksheets Data. ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავიწყოთ საუბარი იმაზე თუ Excel-ის შიტებზე, ანუ Excel-ის უჯრებში, როგორ შეყვავს მონაცემები, როგორ შეყვავს რიცხვები, როგორ შეყვავს ტექსტი და როგორ შეყვავს ფორმულები. მაგალითად, პირველ უჯრაში შევიყვანოთ რაღაცა ტექსტი, დავუშვათ ეს შეიძლება იყოს სიტყვა CST და ის რა თქმა უნდა გადაკეთდება Caucasus School of Technology-ით. ასევე შეიძლება შევიყვანოთ დავუშვათ რაიმე რიცხვები, ჩვეულებრივ დავუშვათ 1.123, enter-ი 123.54, ან იგივე როგორც უკვე ავხსენეთ 123.34 და აი სწორედ ამ ჩანაწერის დროს ჩვენ ვაკეთებთ განსხვავებას ეს არის თუ არა რიცხვი. ასევე შესაძლებელია შეყვანის დროს გამოვიყენოთ ფორმულები. ფორმულები Excel-ში კი შემდეგნაირად იწერება. ყოველთვის უჯრაში იწყება ტოლობა. ტოლობის დროს ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ელემენტარული მათემატიკური გამოანგარიშება, მაგალითად 2 გამრავლებული 2-ზე და enter-ი გვაძლევს შედეგს რომ არის 4, თუმცა შესაძლებელია იგივე ფორმულა დაიწეროს სხვაგვარად. მაგალითად, ერთ უჯრაში ჩავწეროთ 2, მეორე უჯრაში დავწეროთ 2 და დავწეროთ ფორმულა. ტოლია უჯრა 2-იანის, ანუ C3 გამრავლებული უჯრაზე D3 და შესაბამისად მივიღებთ უკვე აქ 4-ს. უბრალოდ კარგი ამ ფორმულის გამოყენებისა გახლავთ ის, რომ როდესაც 2-იანს შეცვლით 6-იანით და მონაცემის ცვლილება უბრალოდ ამ უჯრაზე დადგომა და ხელახალი აკრეფვა, ხოლო თუ ჩასწორება გინდათ, რომ 2-იანს წინ დაუმატოთ 1-იანი, მაშინ ორჯერ აკლიკებთ მასზე და ვნახავთ, რომ 6 გამრავლებული 12-ზე ახლავთ 72. მსგავსი რამ ცვლილებები ამ კონკრეტულ უჯრებზე არ მოხდება, რადგან აქ სტაბილურად წერია 2 გამრავლებული 2-ზე. ასევე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება სხვადასხვა თარიღის ან დროის პარამეტრის შეყვანას. მოდით ვნახოთ შემდეგი რამ, როგორ შევიყვანოთ დღევანდელი თარიღი ავტომატურად. ეს გახლავთ კონტროლ-მძიმის დახმარებით. კონტროლი და წერტილმძიმე. Enter-ის ხელის დარტყმისას დავინახავთ, რომ შევიდა დღევანდელი თარიღი. ეს გახლავთ ყველაზე კარგი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ უნდა შეამოწმოთ თქვენს Excel-ში ჯერ იწერება თარიღი თუ ჯერ იწერება თვე. და ჩაწერილი რიცხვი მოდით შევამოწმოთ სწორია თუ არა. მაგალითად, გავზარდოთ უჯრა და შევამოწმოთ რაიმე თარიღი. ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ამ შემთხვევაში, რომ დღეს გვაქვს რიცხვი 11, 9 და 2012. ეს ჩანაწერი რასაკვირველია აღმოჩნდება, რომ სწორია, იმიტომ რომ არსებობს მე-11 თვეც და მე-9 რიცხვიც და პირიქით მე-9 რიცხვიც და მე-9 თვეც და მე-11 რიცხვიც. მაგრამ უნდა ვცადოთ ისეთი, რომელიც არ არსებობს. მაგალითად 22 დახრილი ხაზი 09 დახრილი ხაზი 2012. რადგან ეს უჯრა გადაიწია მარჯვენა მხარეს და იქცა რიცხვად, ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისად ეს გახლავთ სწორი ჩანაწერი თარიღისა. მაგრამ ვნახოთ პირიქითი ჩანაწერი, როდესაც ჩვენ დავუშვათ წერთ, რომ გვაქვს 09 22 2012 და enter-ი და ხედავთ, რომ ეს უჯრა არ გადაიწია მარჯვენა მხარეს და დარჩა მარცხენა მხარეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ტექსტი. და ანუ მსგავსი ეს რამ არ აღიქმება როგორც თარიღად, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ, კონტროლ-მძიმე გახლავთ საუკეთესო საშუალება გადაამოწმოთ დღევანდელი თარიღის მიხედვით, რომელია სწორი, მაგალითად 09/11/2012. ასევე შესაძლებელია კონტროლ-შიფტით და წერტილმძიმით ჩასვათ მიმდინარე დრო. ახლა გახლავთ ღამის 1 საათი და 26 წუთი. რაც შეეხება ბრძანებას დროის სხვანაირი ჩაწერისას, რასაკვირველია თქვენ შეგიძლიათ აკრიფოთ მაგალითად 13 საათი 2 წერტილი და 23 წუთი და ეს ყველაფერი გახლავთ დრო.
აქვე მინდა დროის ფორმატი. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ნებისმიერი რიცხვი კალენდარში არსებული Excel-ისთვის გახლავთ რომელიმე რიცხვის შესატყვისი, მაგალითად რიცხვი ერთიანი კალენდრის მიხედვით, ანუ თუ ავიცეთ short dates, ნახავთ რომ არის 1 იანვარი 1900 წლისა, ხოლო დღევანდელი თარიღი კი Excel-ისათვის გახლავთ მაგალითად number-ში 41.222 დღე. სწორედ 1900 წლის 1 იანვრიდან დღემდე გასულია 41.222 დღე. რაც შეეხება შემდეგ საკითხებს, ესენი გახლავთ უკვე არსებული მონაცემების ან წაშლა, ან შეცვლა, ან მათი რედაქტირება. მოდით ვნახოთ როგორ წავშალოთ მონაცემები. მონაცემების წაშლა ხდება, მაგალითად აი ეს უჯრა წავშალოთ, წაიშლება delete კლავიშზე ხელის დაჭერით, მაგრამ ამითი არ წაიშლება თავად უჯრა. თუ ჩვენ გვინდოდა წაგვეშალა უჯრა, undo-ი ბრძანება და ვირჩევთ ბრძანებას delete. Delete cells და shift cells up, რაც ნიშნავს, რომ შეივსოს მონაცემები ქვემოდან ზემოთ. ამითი შეივსება მონაცემი, თუ რომელიმეს რედაქტირება გჭირდება, მაშინ ორჯერ ვაკლიკებთ და ვახდენთ მის რედაქტირებას და რასაკვირველია, თუ რაიმე შეცვლა გვინდა, ხო, შიგნით უკვე რედაქტირების დროს, ანუ შეგვიძლია ან წავშალოთ, ან ჩავამატოთ რაიმე ავტომატურად. აქვე მინდა ამ თავში მიმოვიხილოთ ავტომატური შევსების ბრძანებები. ნახოთ თუ როგორ ნახავთ თუ რაში გამოიყენება ისენი. მოდით ვისაუბროთ ავტომატურ შევსებაზე უკვე მაგალითად აი ამ მხარეს. დავწეროთ G1-ში მაგალითად რიცხვი 12, შემდგომ დავდგეთ 12-ზე და ავირჩიოთ ბრძანება fill series. Fill series-ის არჩევის შემთხვევაში, ერთი წამით, fill series. გამოდის მენიუ, სადაც თქვენ ირჩევთ row ან column. მოდით ავირჩიოთ column, რადგან მიმართულებით ქვემოთკენ შეივსოს. არსებობს linear, ანუ წრფივი არითმეტიკული პროგრესია და grows დაუშვათ გეომეტრიული პროგრესია. მოდით ჯერ ავირჩიოთ linear, სადაც ვეტყვით, რომ დისკრიმინანტი, ანუ bg იყოს დაუშვათ 4 და stop values მიუთითებთ, რომ იყოს 67. დავაწვევით OK კლავიშს, ნახავთ, რომ შეივსება მონაცემები, 64 პლუს 4 არის უკვე 67-ზე მეტი და ამიტომ გაჩერდა ის 64-ზე. ვნახოთ როგორი იქნება მაგალითად 2-ის შემთხვევაში, მოვნიშნოთ ოღონდ სრულად არა, ორიანი დაიწყოს და მივცეთ series ბრძანებაში, შემდეგი რომ დავუშვათ იყოს გეომეტრიული პროგრესია, აქ ჩავწეროთ 3-იანი და stop values აღარ ვუთითებთ, რადგან ის მონიშნულია მხოლოდ და შეივსება აქამდე. როგორც ხედავთ, 2 გამრავლდება 3-ზე, 3-მერე 6 გამრავლდება 3-ზე და ასე შემდეგ. ანალოგიურად მინდა მიაქციოთ ყურადღება, რომ არის ბრძანებები control წერტილმძიმე, ანუ თარიღის ჩასმა, მოვნიშნოთ დაუშვათ ეს კონკრეტული მიმართულება, ავირჩიოთ fill series, სადაც თქვენ ნახავთ, რომ თარიღთან მიმართებაშიც ის გახლავთ მგრძნობიარე. შეივსოს დღეები, ყოველი მაგალითად მე-3 ან მე-4 დღე, stop value არ უნდა, რადგან მონიშნულია და როგორც ხედავთ, ჩაჯდა ესე. ან დავადგინოთ დღეიდან, მაგალითად დღეიდან არ უნდა მონიშნვა, რადგან არ ვიცით რამდენია. series ვირჩევთ, რომ კოლონაში შეავსოს და არა სტრიქონში. ავირჩიოთ date, მივცეთ, რომ გვაინტერესებს ყოველი მე-20 სამუშაო დღე, მე-20 სამუშაო დღე, ოღონდ ასაკვირველია დამთავრების თარიღში აუცილებლად უნდა მიეთითოს რაიმე სწორი ფორმით რიცხვი, მაგალითად 22.06.2013. აი აქამდე ყოველი მე-20 სამუშაო დღე. OK და ნახავთ შეივსება და ეს არის ყოველი მე-20 სამუშაო დღე. ამით ჩვენ ავტოშევსებები, ანუ ზოგადად ეს ავტოფილი ამოვწურეთ და მიმდინარე თარიღისა და მიმდინარე დროის ჩასმაზეც უკვე გესაუბრეთ, რომ ეს არის control წერტილმძიმე და control shift წერტილმძიმე და მოდით ვნახოთ რამოდენიმე ბრძანება თვითონ number formatting-თან დაკავშირებით.
ანუ ნახოთ მაგალითად, როდესაც შეგვიძლია აი ეს თარიღები სრულად ვაქციოთ ჩვეულებრივ რიცხვებად, ხო? მაგალითად ვირჩევთ დავუშვათ numbers და აქედან ხდებიან ისინი ჩვეულებრივი რიცხვები. შეგვიძლია number-ში ავირჩიოთ დავუშვათ currency და ისინი ხდებიან ვალუტის ნიშნიანები, ასევე შეგიძლიათ ვალუტა განსაზღვროთ დავუშვათ რომ იყოს ევრო, ond ის ხდება უკვე accounting-ის რეჟიმში. შემდეგ ეს რიცხვებივე შეგიძლიათ წარმოდგინოთ როგორც short date-ები, ან წარმოდგინოთ როგორც long date-ები. ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ ნებისმიერი ეს რიცხვი შეგიძლიათ გადააკეთოთ time-ად, მაგრამ რადგან სრული მთელი რიცხვებია, ისინი წერენ, რომ ეს არის 00 დრო და ამაზე მოგვიანებით ოდნავ. შემდეგ percentage-ი, ანუ ამრავლებს 100%, 100-ზე და უწერს პროცენტის ნიშანს. fraction-ი წილადები, რადგან მთელი რიცხვი არ გვაქვს, ანუ არის მოცემული, ანუ წილადსაც არ გვიჩვენებს და რა თქმა უნდა, more number ფორმატი, სადაც სათითაოდ შეგვიძლია თითოეული მათგანი მიმოვიხილოთ, რაზეც ჩვენ ანუ ამ მიმოხილვას გავაკეთებთ უკვე 24 თავში. ამით ამ თავზე საუბარიც ჩვენ დავასრულეთ. მადლობთ ყურადღებისათვის. ეს არის CST